მოგესალმებით. უკრაინაში ომის მეოთხე წელი მიმდინარეობს და ძალიან მკაფიოდ ჩანს, ვინ როგორ იყენებს ამ ომს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯერ კიდევ 2006 წლიდან მაშინდელმა შტატების Deep State-მა შეიმუშავა ევროკავშირის დასუსტებისა და კონკურენციის გზიდან ჩამოშორების გეგმა. ამის მიზეზი ეკონომიკური მაჩვენებელი გახდა. ევროკავშირის ეკონომიკამ $1.5 ტრილიონი აჯობა ამერიკის ეკონომიკას. ეს მაშინდელი შტატებისთვის წითელი ხაზი იყო. ყველაფერი დანარჩენი კი არალეგალური მიგრაცია, LGBT პროპაგანდა, ევროპულ იდენტობასთან ბრძოლა და სხვადასხვა ომებში ევროპის ქვეყნების როლის მუდმივ ზრდაზე მუშაობა ბერკეტები იყო Deep State-ის გეგმის შესასრულებლად. ამ ერთიან გეგმაში შედის 2008 წლის ომიც საქართველოსა და რუსეთს შორის. უბრალოდ მაშინ ომის მასშტაბიდან გამომდინარე სანქციების პოლიტიკა ვერ გამოვიდა. სამაგიეროდ შემდეგ ახალი პროექტი შემუშავდა უკრაინისა და უკრაინული მაიდანის სახით. ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებისა და სავაჭრო კავშირების ჩაჭრის პროცესიც მაშინ დაიწყო. ახლანდელი ომი მისი მასშტაბიდან და დღევანდელი მედია შესაძლებლობებიდან გამომდინარე იდეალური გახდა საიმისოდ, რომ ევროკავშირის დასუსტების გეგმა უფრო ძლიერად ამუშავებულიყო. ეს გეგმა შემდეგნაირად მუშაობს. წესდება სხვადასხვა სახის სანქციები. ევროკავშირმა რუსეთს სანქციების უკვე 16 პაკეტი დაუწესა. მიმდინარეობს მე-17 პაკეტზე მუშაობა. ააფეთქეს ჩრდილოეთი ნაკადის 4-დან 3 მილსადენი, რაც ევროკავშირის ქვეყნებისა და განსაკუთრებით გერმანიისთვის იაფი რუსული ენერგორესურსების დაკარგვის ტოლფასია. ამას ემატება სხვა ფინანსურ-ეკონომიკური სირთულეები, განსაკუთრებით ის მილიარდობით ევრო, რომელიც ევროპის ქვეყნებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ამოიღეს და უკრაინაში გაისროლეს. ამ მილიარდებმა რომ ევროკავშირსა და უკრაინას დიდი ვერაფერი შედეგი მოუტანა, ძალიან კარგად ჩანს. და ამ ყველაფრის ფონზე Deep State-ის მიერ მართულ ევროკავშირის ფორმალური ლიდერებისგან ისევ საომარი რიტორიკა ისმის. აქ სათითაოდ აღარ ჩამოუთვლით ამ განცხადებებს, ყველაფერი იმდენად მსგავსი და იდენტურია. ევროკომისარი კაია კალასიდან დაწყებული, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონით დასრულებული და ზემოდან კიდევ ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერით დამატებული, ყველა მხოლოდ იმას იმეორებს, რომ მშვიდობისთვის მეტი იარაღია საჭირო. ამ ჩამონათვალში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერობს, რომელიც Deep State-ის მთავარი დასაყრდენია ევრობიუროკრატებს შორის. ევროკავშირის დე-ფაქტო ლიდერი ის არის. შესაბამისად, ყველაზე თამამ და ფინანსურად მოცულობით გეგმებსაც თავად აჟღერებს. მარტის დასაწყისში მან ევროპის გადაიარაღების გეგმა წარმოადგინა, რასაც ევროკავშირის მხრიდან 800 მილიარდი ევროს მობილიზება სჭირდება. საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ნათელია. ამ გეგმით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფაზე არის საუბარი. გარდა ამისა, ამ გეგმაში იმაზეც არის საუბარი, რომ დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირით კერძო კაპიტალის მობილიზება უნდა მოხდეს. თანხების მობილიზებაში ევროპის საინვესტიციო ბანკებიც უნდა ჩაერთონ და მოკლედ ასე უნდა მოგროვდეს 800 მილიარდი ევრო. აქედან კი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვისთვის დაიხარჯება, ნაწილი უკრაინისთვის. არის მსჯელობა იმაზე, თუ ვისგან შეიძლება ამ რაოდენობის იარაღის მიღება. ამასთან დაკავშირებითაც აზრები იყოფა. არსებობს აზრი, რომ ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვის წარმოება უნდა განავითაროს, მაგრამ არსებობს კრიტიკული აზრიც. ასეთი დონის შესაძლებლობა თავდაცვის იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შტატების ხელშია. ამას თუ დავუმატებთ იმ განცხადებებსაც, რომელსაც ომის დასაწყისშიც ბევრს აკეთებდნენ ევროპელები, რომ ევროკავშირმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და თავად მეტი იარაღი უნდა აწარმოოს, ჩნდება კითხვა. მივიდა კი ევროკავშირი დასახულ მიზნამდე, თუ ეს უბრალოდ პოლიტიკური განცხადებები იყო დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში. ამას ემატება ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს აღიარება, რომ ნატო არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით თავდაცვით პროდუქტებს. მთელი წლის განმავლობაში იმდენი საბრძოლო მასალა იწარმოება, რამდენსაც რუსეთი 3 თვეში აწარმოებს. რუსეთის ეკონომიკა ნატოს ეკონომიკის მხოლოდ 5% შეადგენს. შედარებისთვის, ნატოს მთლიანი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 20 ჯერ დიდია, თუმცა რუსეთი 4 ჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე მთლიანად ნატო ერთ წელიწადში. თავდაცვის წარმოებაში შედარების მოყვანა დამატებით კითხვებს აჩენს ფონ დერ ლაიენის მიერ გაჟღერებულ Deep State-ის გეგმასთან დაკავშირებით. ეს კითხვები ევროპელ მოსახლეობაშიც ჩნდება. მათთვის, ვისთვისაც უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდებისა და საკუთარ ბიუჯეტში შემცირებული ხარჯების გამო ზოგს კომუნალურების გადასახადი გაეზარდა, ზოგან სურსათზე მოიმატა ფასებმა,
ზოგან კი ხვდებიან, რომ ასეთი გაუთავებელი საუბარი შეიარაღებაზე უკვე ყველა ზღვარს სცდება. ბოლოს ანტისაომარი განწყობის და ფონ დერ ლაიენის გადაიარაღების გეგმების საწინააღმდეგო აქციები რომში გაიმართა, სადაც დაახლოებით 100,000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ევროპელ მოსახლეობაში ანტისაომარი განწყობების ზრდა გასაგებია. როდესაც ერთი მხრივ ხედავენ დონალდ ტრამპის განსაკუთრებულ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, რომელიც აგერ უკვე მესამედ შეხვდა პუტინს. როდესაც ხედავენ იმას თუ როგორ ხვდებიან ერთმანეთს შტატებისა და რუსეთის დელეგაციები რიადსა და სტამბოლში. ძალიან გასაგები შეკითხვა ჩნდება. თუ ევროკავშირს მშვიდობა სურს, რატომ არ უერთდებიან სამშვიდობო პროცესს? თავიანთი საომარი რიტორიკის გამო ომის მსურველების როლში ხომ არ გამოდიან? იქნებ სწორედ ამიტომ არის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდას არც ევროკავშირის წარმომადგენლები გააკარეს და არც უკრაინის დელეგაცია. ეს შეკითხვები იბადება ევროპელ მოსახლეობაში და ამიტომაც გამოვიდა ათასობით ადამიანი რომის ქუჩებში. Deep State-ის მიერ ევროპისთვის თავს მოხვეული ომის პოლიტიკის გასაპროტესტებლად. ევროპელების განწყობებზე უკრაინის ომთან დაკავშირებით ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ბასტა ევროკავშირი, ბასტა ევროპული Deep State. ევროკავშირის მილიტარისტული გეგმებით გაბრაზებული იტალიელები ქუჩაში გამოვიდნენ და გასულ კვირას რამდენიმე დიდ ქალაქში მრავალათასიანი დემონსტრაციები მოაწყვეს. არა ევროპის გადაიარაღებას, მხოლოდ მშვიდობა. ამ ლოზუნგებით ცდილობდნენ უბრალო იტალიელები, რომ მათი ხმა ბრიუსელს გაეგო. დემონსტრაციაზე ფრაუ ფონ დერ ლაიენის სახლში გაშვების მოწოდებებიც გამოჩნდა. მთავარი გზავნილი კი იყო არა ომს, გავაჩეროთ ისინი. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ უარი ვუთხრა იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ევროპის ხელახალ შეიარაღებას ითვალისწინებს. მე მყავს 3 შვილი და არ მსურს იმ გზავნილის ტირაჟირება, რომ გჭირდება შეიარაღება მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მშვიდობის შენარჩუნება ხდება დიპლომატიით. აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ევროსკეპტიკური მემარცხენე ოპოზიციური პარტია ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე იყო. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობდა ასევე მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტია და მწვანეების და მემარცხენეების ალიანსი. იქვე იყვნენ პროფკავშირებიც და უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, ანუ იტალიური პოლიტიკის პროგრესული ნაწილი. ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის ლიდერი ჯუზეპე კონტე ევროკავშირის სამხედრო ლიანდაგზე გადაყვანის წინააღმდეგ გამოვიდა. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელმა იტალიის ინტერესებს უღალატა. ევროპის საომარ პოლიტიკას კი სიგიჟე უწოდა. დღეს გაისმა მტკიცე და აშკარა არა ევროპის ხელახალი შეიარაღებისთვის 800 მილიარდის გაფლანგვაზე. ეს სისულელეა. პრემიერმა ჯორჯია მელონიმ დაამტკიცა ევროპის გადაიარაღების გეგმა ყოველგვარი მანდატის გარეშე და ეს არის მისი მთავრობის კიდევ ერთი მარცხი, რომელიც დარჩება ისტორიაში. მოხარული ვარ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები დღეს აქ ესწრებიან, რადგან დღეს ჩვენ ვდებთ მყარ საყრდენს სამთავრობო ალტერნატივის მშენებლობაში. მელონის მთავრობამ გაყიდა იტალია გერმანიის საჭიროებების პროექტზე, რომელიც ევროპას კიდევ უფრო დაშლის და ეს მისი მორიგი მარცხია. იტალიის მოქალაქეების აზრით ევროპის მილიტარიზაცია ფულის უაზრო ხარჯვაა, რის მაგივრადაც შეიძლება მოსახლეობისთვის უკეთესი ჯანდაცვის და განათლების უზრუნველყოფა. ეს სისარტყელას დროშები LGBTQ პროპაგანდისტების მოპარულ დროშაში არ აგერიოთ. იტალიელები ამ დროშას 1961 წლიდან იყენებენ, როგორც პაციფისტურ სიმბოლოს. როდესაც ჯერ ატომური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შემდეგ კი ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან ომს აპროტესტებდნენ. 2002 წელს კი ეს დროშა იტალიისთვის ძალიან საყოველთაო გახდა, როდესაც მთელს ქვეყანაში ერაყის ომის საწინააღმდეგო კამპანია და მშვიდობის მოწოდებები გაჩაღდა ყველა ქალაქში, სახელწოდებით Passe de tutti i balconi, ანუ მშვიდობა ყველა აივნიდან. ზოგადად იტალიელები რომ მშვიდობის მხარეს დგანან, ეს სიახლე ნამდვილად არაა. მარტო ლეგენდარული ანტიფაშისტური ჰიმნი ბელა ჩაო რადღირს, რაც თითქმის ყველა ადამიანს ერთხელ მაინც მოусმენია. Mi sono alzato, oh bella ciao, bella ciao, bella ciao, 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 stamattina. როცა ბავშვი ვიყავი, სიბნელის მეშინოდა. ელექტროენერგიის ბოლო ქვითრის ნახვის შემდეგ კი სინათლის მეშინია. ეს ევროკავშირში არსებული ენერგოკრიზისის საკმაოდ მხატვრული შეფასებაა. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იტალიელებს საგრძნობლად გაუძვირდათ კომუნალური ხარჯები და დღესდღეობით ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია იქაურ პოლიტიკურ დღის წესრიგში.
მასობრივ აქციაზე გამოსული იტალიელების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელში იტალიის დროშა ეჭირა. ევროკავშირის დროშების სიმცირე ყველას თვალში ხვდებოდა, ხოლო თუ მაინც ჩნდებოდა ევროკავშირის დროშა, ის არც თუ ისე წარმოსადეგად გამოიყურებოდა. გაბრაზებული დემონსტრანტები უბრალოდ წვავდნენ ევროკავშირის სიმბოლიკას და ასე გამოხატავდნენ თავის უკმაყოფილებას ევროკავშირის deep state-ის მიმართ. იტალიელების ანტიმილიტარისტული განწყობები გასაკვირის საერთოდ არაა. მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად ევროპის აგრესიული გადაიარაღების გეგმას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე სწორედ იტალიაში აღმოაჩნდა. აქ ვართ იმის გამო, რომ ვაჩვენოთ, არსებობს ხალხი, რომელსაც მშვიდობა სურს, ჰყავდეს სოლიდარობაზე დაფუძნებული ევროპა, რომელიც ეხმარება მის მოქალაქეებს და ინვესტიციებს დებს არა შეიარაღებაში, არამედ ხალხის საჭიროებებში. როგორც იტყობინებიან, 5 აპრილს რომში 100,000-მდე ადამიანი გამოვიდა გარეთ. მსვლელობის მთავარი სპიკერი ჯუზეპე კონტეც მშვიდობის პარტიას განეკუთვნება. მისი 5 ვარსკვლავის მოძრაობა შედარებით ახალი პარტიაა, რაც ევროკავშირის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო ტალღაზე შეიქმნა. ამჟამად პარტია იტალიის მასშტაბით მესამე ადგილზეა, თუმცა 2013 წელს ამომრჩეველთა ხმების 25% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. 5 ვარსკვლავის მოძრაობა ევროპარლამენტის მემარცხენე ფრაქციაში შედის, რომლის უმრავლესობაც უკრაინის ომის გაგრძელების წინააღმდეგ გამოდის და მშვიდობის პოლიტიკის მომხრეა. თვითონ კონტეც დაუფარავად აღნიშნავს გლობალური deep state-ის ტყუილებს უკრაინის ომის თემაზე და ომის დასრულების მომხრეა. საკმაოდ რთული იქნება უკრაინის პოზიციის დაცვა, რადგან რუსეთის ძალა გაიზარდა. ჩვენ გვითხრეს, რომ რუსეთს პოლიტიკურ იზოლაციაში მოვაქცევდით. ჩვენ გვითხრეს, რომ მისი ეკონომიკა ჩამოიქცეოდა. ჩვენ გვითხრეს, რომ მათ ტყვია წამალი გაუთავდათ, შეიარაღება შემოელიათ და გაუჭირდათ სამხედრო თვალსაზრისით. ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. იტალიელები ზუსტად ხვდებიან, ყოფით დონეზე სადამდე შეიძლება მიიყვანოს მათი ქვეყანა და მთელი ევროკავშირი ანტისოციალურმა პოლიტიკამ და იარაღის ჟღარუნზე ფიქრმა. ევროპის შეიარაღების საგადასახადო ტვირთი პირველ რიგში უბრალო მოსახლეობას დააწვევა, რაც ნაკლებ საავადმყოფოს, ნაკლებ ექიმს, უარეს განათლებას და საერთო ჯამში გაუარესებულ ცხოვრებას ნიშნავს. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინი. ისტორიულად ევროპის მასობრივ მილიტარიზაციას ყოველთვის მსოფლიო ომები მოსდევდა. ამიტომაც აპენინის ნახევარკუნძულის მაცხოვრებლებს აღარ უნდათ ახალი მსოფლიო ომის ხილვა და ისინი დიპლომატიას და მშვიდობას ირჩევენ. მიგვაჩნია, რომ ევროთანამეგობრობის ფული უნდა იხარჯებოდეს ჯანდაცვაში და თავად ამ თანამეგობრობის დახმარებაში. არ ვფიქრობთ, რომ ხელახალი შეიარაღება და ამუნიცია დაგვეხმარება. ფრანგული ლემონდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ იტალიის პაციფისტური იდეალები ევროპის გადაიარაღების სურვილს ეწინააღმდეგება. შემდეგ კი უფრო ღრმად იკვლევს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ თურმე იტალიელების ღრმა კავშირი კათოლიციზმთან და კომუნიზმთან ყოფილა ამის მიზეზი. ისევ ფრანგული გამოცემის ლეგრანდის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიელების უარი ბრიუსელის საომარი პოლიტიკის თაობაზე. გამოკითხულთა 62%-ის აზრით არსებობს ბევრად უფრო გადაუდებელი სახელმწიფო ხარჯები ვიდრე თავდაცვა. იტალიელებს კარგად ახსოვთ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გადავსებული საავადმყოფოები, ექთნების დეფიციტი და 200,000-მდე გარდაცვლილი თანამოქალაქე. ევროკავშირის ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში შემცირებულმა ჯანდაცვის ხარჯებმა იტალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მაშინ სამედიცინო სისტემის სრული კოლაფსი გამოიწვია, როდესაც ხალხი ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა და სახლში იღუპებოდა. ევროკავშირის გაცხადებული მილიტარიზაცია კი მოსახლეობისთვის საკვანძო სფეროებს, მათ შორის ჯანდაცვასაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს. ამიტომაც მომიტინგეებმა სოციალური მოთხოვნები წამოაყენეს. დაუყოვნებლივი ინვესტიცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ნამდვილი უსაფრთხოება სოციალური სტაბილურობის შედეგია და არა შეიარაღების რბოლის. ქუჩებში გამოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ის პოლიტიკა, რომელიც ხალხის მიღმა ხორციელდება. არ გვსურს, რომ ვიყოთ ერთწლიან ან წელიწადნახევრიან რიგში, რათა მიგვიღონ სახელმწიფო კლინიკაში. ჩვენ გვსურს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება. ჩვენ გვინდა, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული ამ მიმართულებით დაიხარჯოს. არავის სურს, რომ ფული გაიფლანგოს შეიარაღებაში. 800 მილიარდი ევრო. ეს თანხა უნდა ჩაიდოს ევროპის სამომავლო გადაიარაღებაში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 5 მარტს ამაყად განაცხადა. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროკავშირისთვის ეს გადაწყვეტილება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. იმის მაგივრად, რომ ევრობიუროკრატებმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე იფიქრონ, ისინი გლობალური deep state-ის სრულიად გაუმართლებელ და სახიფათო თამაშში ბოლომდე აპირებენ ევროპული კონტინენტის ჩათრევას. ოდიოზური კაია კალასისთვის ეს შეიძლება მართლაც თამაში იყოს და ის ვერ ათვიცნობიერებდეს ამ ავანტიურის დამანგრეულ შედეგებს.
პოლიტიკოსი 1,5 მილიონზე მცირე მოსახლეობის მქონე ესტონეთიდან, რომელიც ევროკავშირის მთავარი დიპლომატი გახდა მხოლოდ Deep State-ის უპირობო მორჩილების წყალობით. ევროკავშირის სიგიჟის ცოცხალ მაგალითად იქცა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქალბატონი კალასი ჯერ ატომურიზე სახელმწიფოს, რუსეთის დამარცხებაზე და უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობდა. ეჭვგარაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება უკრაინის დასახმარებლად. ჩვენი დახმარებით მათ შეუძლიათ ომის მოგება. ერთადერთი ენა, რაც პუტინს ესმის, ეს არის ძალა. შემდეგ კი უკვე ჩინეთთან ომზე გააჟღერა თავისი ფანტაზიები. ჩინეთი ეკონომიკურად ბევრად აღემატება რუსეთს, ისევე როგორც სამხედრო თვალსაზრისით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ კოლექტიურად რუსეთის დამარცხება არ შეგვიძლია, მაშინ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩინეთს? კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა აგრესიული ქალი პოლიტიკოსები ევროპელი ხალხის სახელით რომ ლაპარაკობენ, ცოტა უხერხულია. მაგრამ ეს უკვე ტრაგედიაში გადადის, როდესაც ისინი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის გარეშე. იტალიური ქალაქების ქუჩებში გამოსულმა 10,000-ობით ადამიანმა ბრიუსელის საომარ პოლიტიკას ყვითელი ბარათი აჩვენა და ნათლად დაანახა ყველას, რომ ევროპელები ასე მარტივად არ შეეგუებიან ომის წამქეზებლურ სახიფათო პოლიტიკას. ომთან დაკავშირებით საინტერესო დეტალია ისიც, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პარალელურად შტატებმა რამშტაინის ფორმატის მნიშვნელობაც შეამცირა. რამშტაინის ფორმატი, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ჯერ კიდევ 2022 წელს შეიქმნა და წამყვან როლს სწორედ შტატები ასრულებდა. ის იყო შეხვედრების ორგანიზატორიც და ლამის მასპინძელიც. შეხვედრები გერმანიის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე იმართებოდა, სადაც შტატების სამხედრო საჰაერო ძალები არის განლაგებული. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შტატებმა ჯერ ლიდერის როლი დათმო. ახლა კი ლიდერობა გერმანიასა და ბრიტანეთს გადასცეს. აშკარად ჩანს, რომ შტატებს ომისგან დისტანცირება სურთ. ამას ევროპელი მოსახლეობაც ხედავს და ამ ფონზე მით უმეტეს უჩნდება შეკითხვა. უღირთ კი მათ ეს ომი იმ მსხვერპლად, რაც გლობალური Deep State-ის სასარგებლოდ უნდა გაიყონ. როგორც ჩანს, არ უღირთ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.